ახლა გასწავლით როგორ გავაკეთოთ ჩვენებური ანიმაცია კანვაში. მაგალითად ამ პეპელას შემთხვევაში ეს გზა მე დავუხატე და უკვე ამ მიმართულებით გამოძრავდა ელემენტი. მოდით ახლა ავარჩიოთ ახალი ელემენტი და გადავიდეთ უშუალოდ ანიმაციის გაკეთების პროცესზე. ავარჩიე ეს ჩიტი, დავაყენე საწყის მდგომარეობაში, ახლა კი ვაწვევით animate relax. შემდეგ აქ თავში გვაქვს მოცემული create custom animation და დავუწყებით ამას და მოვხაზავთ ესე რა მიმართულებითაც გვინდა ელემენტმა იმოძრაოს. ერთი ხრიკი ის არის, რომ თუ მაგალითად სწორ ხაზებს ვავლევთ, ამ შემთხვევაში shift-ს დავაწვევით და ხაზი გაივლება სწორად, ანუ ხელი არ აგვიკანკალდება, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ უკვე შეგვიძლია პარამეტრები დავარეგულიროთ სისწრაფე, ასევე გვაქვს smooth and steady ფუნქციები, რომ უფრო გლუვად იმოძრაოს. რა თქმა უნდა, თუ iPad-ში ვაკეთებთ უშუალოდ ხელით ვხაზავთ და ბევრად უკეთ გამოდის, ამ შემთხვევაში მაუსით გავაკეთე და ეს ორი ფუნქცია ძალიან გვეხმარება. ეს არის ჩვენი custom animation ფუნქცია.